გამარჯობა. ცნობილი ფაქტია, რომ ლამაზ დამნაშავეებს სასამართლო შედარებით მცირე სასჯელს უსჯის, ვიდრე ნაკლებად სიმპათიურებს. ამ ვიდეოში გესაუბრებით განსაკუთრებით ლამაზ სექსუალურ კრიმინალებზე. ჯერემი მიქსი 2014 წლის ივნისში 30 წლის ჯერემი მიქსი თავის კრიმინალურ ბანდასთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის დააპატიმრეს კალიფორნიაში. დაჯგუფების დაპატიმრების შემდეგ მათი ფოტოები პოლიციის დეპარტამენტის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა. 24 საათის განმავლობაში ცისფერთვალება პატიმარმა სასწაული პოპულარობა მოიპოვა. განსაკუთრებით მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის მისი ფოტო სწრაფადვე ავიდა 30,000 მოწონებაზე. შეყვარებული ვარ ამ კრიმინალზე. მასთან ერთად დამადეთ ბორკილი. ჯერემი შეუძლია ნებისმიერ დროს გამიტაცოს. წერდნენ გოგონები. მიქსი მალე სამოდელო ბიზნესს დაიპყრობს. ჯერემი ლამაზი მამაკაცია. მისი გარეგნობა ყველასთვის თვალშისაცემია. მას მთელმა მსოფლიომ მიაქცია ყურადღება. ამბობდა პატიმრის მომავალი სამოდელო აგენტი. მისი განცხადებით, მიქსს დაპატიმრების შემდეგ 5 უმსხვილესი ტანსაცმლის ბრენდი სთავაზობდა თანამშრომლობას. New York Daily News-ის ინფორმაციით, ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფმა მიქსმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სამოდელო სააგენტო White Cross Management-თან. კიდევ კარგი რომ დააპატიმრეს, თორემ ხომ დარჩებოდა მსოფლიო მოდელის გარეშე. ყველაფერი ასე მარტივად არ დასრულებულა. ჯერემი ამტკიცებს, რომ იარაღი მხოლოდ თავდაცვის მიზნით ჰქონდა. მას $900,000 შეუფარდეს გირაოს სახით, რის შემდეგაც მისმა ფანმა ქალებმა დაიწყეს თანხის შეგროვება. სოციალურ ქსელებში შეიქმნა უამრავი გვერდი მის მხარდასაჭერად. ზოგიერთი აღნიშნავს, რომ ჯერემის მოდელის გარეგნობა აქვს და იქნება ფოტოები, სადაც კრიმინალის სხვადასხვა ბრენდის მოდელად ჰყავთ წარმოდგენილი. როგორც უკვე ცნობილია, ჯერემი ციხიდან გამოუშვეს და ამჟამად მოდელია. მან 2017 წლის მაისში დიზაინერების კანის ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა. ფლოიდ მეივეზერი ამერიკელი მოკრივია, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მთელ მსოფლიოში. ბევრი ჩვენგანი მას მისი მიღწევებისა და დამსახურებების წყალობით იცნობს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ამ მიმზიდველი გარეგნობის მიღმა კრიმინალური წარსულის მქონე პიროვნება იმალება. 2002-დან 2011 წლებს შორის მეივეზერს ბრალს დებდნენ ცემასა და ოჯახურ ძალადობაში. ფლოიდის ბავშვობას იდეალურს, ალბათ უნამუსო ადამიანიც კი ვერ უწოდებს. ძიმე ოჯახურ მდგომარეობას რთული ფინანსური სიტუაციაც ემატებოდა. ფლოიდი მიხვდა, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად ფულის შოვნა იყო საჭირო. ამიტომ მთელი ცხოვრება კრივს დაუთმო და 1996 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თუმცა როგორც კი პროფესიონალური კარიერა დაიწყო, მას შემდეგ ერთი ბრძოლაც არ წაუგია. ეს ნამდვილად განმაცვიფრებელია. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ბრძოლა იყო 2015-ში. მანი პასკიანოს დამარცხება. ბოლოს კი მაკგრეგორს მოუღო ბოლო. მეგან მაკკოლა, 4 შვილის დედა მეგან მაკკოლა 2010 წლის ივლისში დააპატიმრეს ფლორიდაში. თვალ დაღლილდა მთელი ღამის ნამტირალევ მეგანს. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ 3 წლის შემდეგ მისი მომხიბლავი და მეამეტი სახე დიდ პოპულარობას მოუტანდა. დღესდღეობით მეგანი ცნობილია როგორც მეგან სიმონსი. მისი ყველაზე ცნობილი ფოტო, რომელსაც მემედაც იყენებდნენ, სწრაფადვე გახდა პოპულარული სოციალურ ქსელში. მამრობითი სქესის წარმომადგენლები მასზე გაგიჟებულნი არიან. შეიძლება ითქვას გონება დაკარგულნიც კი. მიუხედავად ამისა, მეგანი მაინც აღიარებულია როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი კრიმინალი. ანჯელა კოუთსი, როგორც წარმოგიდგენიათ, მიმზიდველი ქალი, ბნელი კრიმინალური წარსულით. ანჯელა კოუთსის სურათის დანახვისას რთული დასაჯერებელია, რომ ეს მომხიბლავი ქალბატონი წარსულში დაპატიმრებული იყო უკანონო ქმედებებისთვის, რომლის სიაც საკმაოდ გრძელია. გრძელი თმა, ლამაზი ფერის წარბები, სქელი ტუჩები, გამომწვევი გამოხედვა და სექსუალური ტანი. ამ ყველაფრის დანახვისას ყველა ჩვენგანი იფიქრებს, რომ ანჯელა ნამდვილი ფოტომოდელია, თუმცა ვიზუალი ხშირად გვატყუებს ხოლმე. არმი ჰამერი ჰოლივუდის ვარსკვლავია, რომელიც ალბათ გინახავთ ფილმებში, როგორიცაა ჯეი ედგარდი და მარტოხელა რეინჯერი. ალბათ ცოტა ჩვენგანს თუ სმენია მისი კრიმინალური წარსულის შესახებ, რომლის გამოვლაც ჰამერს რამდენიმე წლის წინ მოუწია. თუმცა ის ნამდვილად არ არის რაღაც დედისერთა ბრუტალური დამნაშავე. მას უბრალოდ მცირე რაოდენობის მარიხუანის შეძენა შენახვის გამო დასდეს ბრალი, როდესაც ის მექსიკის საზღვარზე გადადიოდა. არმი 2014 წელს ჟურნალმა გლამურმა დაასახელა ყველაზე სექსუალურ მამაკაცთა სიაში,
სადაც ჩვენი მსახიობი საპატიო ადგილს იკავებდა. ლორენა ტავერა 2008 წელს ლორენა ტავერა აღიარებულ იქნა ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქ ელ-პასოში, ტეხასში. რამდენიმე წლის შემდეგ ლორენა დააკავეს მაღაზიაში ქურდობისთვის, როდესაც მან მოიპარა $69 ღირებულების მაისური. არ ვიცი რა მოხდა, თუმცა შესაძლოა ფასის რაოდენობა მიქონია მასზე გავლენა. ხალხს ამ მცირე სახის დანაშაულის შესახებ მალევე დაავიწყდა, რაზეც დიდი გავლენა იქონია ლორენას სილამაზემ. მან საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ მაშინ მიიპყრო, როდესაც სამართალდამცავების მიერ მისი ციხეში ჩასმის წინ გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელს ვირუსივით მოედო. შან კორი 2014 წელს ჯერემი მიქსის დაპატიმრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ კრიმინალთა სიას კიდევ ერთი მამაკაცი შეემატა. ეს გახლავთ კალიფორნიელი შან კორი. მისი ფოტოების გავრცელების შემდეგ ხალხმა დაიწყო შან კორისა და ჯერემი მიქსის ერთმანეთთან შეჯიბრება. ისინი ამ ორ კრიმინალს ერთმანეთს ადარებდნენ და პჭობდნენ, თუ რომელი მათგანი იყო უფრო სიმპათიური. საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრიც კომენტარებში. შან კორი დააპატიმრეს ჰელოუინის დღესასწაულზე მომხდარი ინციდენტის გამო. როგორც ცნობილია, მან გააუპატიურა ერთ-ერთი ქალბატონი. მას ჯერემი მიქსის მსგავსად არ გაუმართლა და ციხის საკნებს გირაოს სანაცვლოდ ვერ დააღწია თავი. თანაც ასეთი ბრალდებით ციხეში ჯდომა, მგონი იმაზე უარესია, ვიდრე სიტყვა არ გაუმართლა გამოხატავს. ლინდსი ევანსი ეს ულამაზესი ქერა ქალი. ქერა არა მხოლოდ მისი თმის გამო, არამედ ჩვენთვის ნაცნობი ქერას მნიშვნელობითაც ქერაა. ახლავე მოგეხსენებთ რატომაც. დავიწყოთ იმით, რომ ის ზოგადად ცნობილი ტიპია. 2013 წელს რობინ სიკის კლიპში Blurred Lines გადაიღეს. ერთი შეხედვით ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს სათნო არსება სექსუალურ კრიმინალთა სიაშია შეყვანილი. დღესდღეობით ცნობილი როგორც ელ ევანსი, მოდელი, მსახიობი და Playboy-ის უცვლელი წევრი. ის დააპატიმრეს 2008 წელს. მას შემდეგ, რაც ლუიზიანაში მის თინეიჯერად დაასახელეს. თუმცა სულ მალე გვირგვინი ჩამოართვეს. მან მეგობრებთან ერთად რესტორანში ვახშმობის შემდეგ შენობა ისე დატოვა, რომ ფული არ გადაიხადა და გაიპარა. რესტორნიდან გამოპარულმა აღმოაჩინა, რომ ხელჩანთა იქ დარჩა, უკან მიბრუნდა და დააკავეს. ეს ყველაფერი არ არის. ამას ისიც დაემატა, რომ გოგონას ხელჩანთაში მარიხუანაც აღმოაჩინეს. აი თუ არ არის ქერა. ჰარი პირპონტი ცნობილია, რომ ჰარი პირპონტი იყო ჯონ დილინჯერის მეგობარი. ალბათ იცით, რომ ჯონ დილინჯერი ცნობილი ამერიკელი ბანკების მძარცველთაგან ერთ-ერთია, რომელსაც ამერიკული შეერთებული შტატების ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ საზოგადოების ნომერ პირველი მტრის კვალიფიკაცია მიანიჭა. ამ კაცს ლეგენდარულს უწოდებენ. მისი როლი ჰოლივუდში მსახიობმა ჯონი დეპმა შეასრულა. ჯონ დილინჯერი 30-იან წლებში ბანკების მძარცველი იყო. როგორც ამბობენ, მას რამდენიმე ათეული ბანკი აქვს გადარცული. ციხიდან გაქცევა კი ორჯერ მოახერხა. ჰარი პირპონტი კი ყოველთვის მხარში ედგა მას. 1933 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ოჰაიოს ქალაქ ლიმას ციხეში იჯდა, საიდანაც საკუთარი ბანდის წევრების დახმარებით გაიქცა. ჯონის მეგობრებს ამისათვის ციხის 3 ბადრაგისა და შერიფის მოკლა მოუწიათ. გაქცევაში მონაწილე პირები და თავად ჯონ დილინჯერი პოლიციამ იმავე წელს დააკავა. თუმცა დაკავებამდე ჯონიმ კრიმინალობა კიდევ მოასწრო და ციხეში დამატებითი ბრალდებებით დაბრუნდა. პოლიციის ოფიცრის მკვლელობის მცდელობა და ჩიკაგოს და ინდიანას ბანკების ძარცვა. 1934 წლის 3 მარტს ჯონი კროუნის ციხიდან გაიქცა. იმ დროს ამ ციხიდან გაქცევა შეუძლებელ ფაქტად იყო მიჩნეული, რადგან მას სახელმწიფო გვარდიის წევრები და უამრავი პოლიციელი იცავდა. ბანკის მძარცველმა ეს მოახერხა ხისგან გათლილი იარაღის დახმარებით, რომელიც შავად იყო გადაღებილი. სწორედ ამ იარაღის მეშვეობით ჯონიმ ბადრაგს კარის გაღება აიძულა, რის შემდეგაც აიყვანა 2 მძევალი. ყველა ბადრაგი ერთად შეკრიბა და საკუთარ კამერაში ჩაკეტა. ის თუ რის გამოც დაამახსოვრა თავი პირპონტიმ ისტორიას, არის მის მიერ ჩადენილი ძალადობრივ ქმედებათა სია, რომელიც 1920-ან 30-იან წლებში განახორციელა. ჰარი მონაწილეობას იღებდა ბანკების ძარცვასა და სხვა კრიმინალურ საქმეებში. 1934 წელს ყოფილი განგსტერი მძიმედ დაშავდა ციხიდან გაქცევისას. მიუხედავად მისი კრიმინალური ცხოვრებისა, პირპონტიმ მაინც შეძლო და საპატიო ადგილი დაიკავა ყველაზე სექსუალურ კრიმინალებს შორის. სტეფანი ბოდუა სტეფანი ბოდუამ შეძლო თავისი კრიმინალური ქმედებებით დაიმსახურებინა ყველაზე სექსუალური კრიმინალის სტატუსი.
სტეფანი 22 წლის ასაკში დააკავეს და ბრალად წაუყენეს 100-ზე მეტ დანაშაულში მონაწილეობის მიღება, რომელთაგან 58 შემთხვევა ბინის ძარცვას უკავშირდებოდა. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ გოგონა იყო ბანდის მეთაური, რომელიც უკანონოდ იჭრებოდა სახლებში, ძირითადად უკანა ეზოდან. გოგონას თანამძრახველები 15-17 წლის ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, რომლებიც სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ გოგონას დანაშაულების განხორციელებაში ეხმარებოდნენ. კანადურმა ჟურნალმა ამ გოგონას ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც მისი Facebook-ის გვერდიდან აიღო, რასაც უდიდესი გამოხმაურება და მამაკაცების ჭკუიდან გადაწევა მოჰყვა. მაგალითად, რამდენიმე კომენტარი Twitter-იდან. სტეფანის ნებისმიერ დღეს შეუძლია ჩემი გული მოიპაროს. სტეფანი, გთხოვ, შემოიპარე ჩემს სახლში და გაძარცვე. სტეფანი, ჩემი სახლის გასაღები კართან რომ ტიელოა, იმის ქვეშ დევს. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ გინდათ თქვენი სახლის სტეფანიმ თავდაყირა და დააყენოს, მაშინ გამოიწერეთ ჩვენი არხი.